3 2 1 0 თქვენ მისტიკოლის არსზე ხართ. დღეს მე ბოგდანთან ერთად ვარ. ჰეი! და ჩემს ძმა ჟენიასთან. სიმპათიურთან. ამაზე აუცილებლად ვიკამათებდი. დღეს ჩვენ გვექნება გამბოწვევა ემოჯების გამოცნობაში. გაგთხოვთ, ჩვენთან ერთად გამოიცანით. არ დაგავიწყდეთ პასუხების კომენტარებში დაწერა. უპასუხეთ, როდესაც ემოჯიები გამოჩნდება. როდესაც პასუხი გეცოდინებათ, შეამოწმეთ. დიახ, ამ გზით თქვენ ჩვენთან ერთად ითამაშებთ. ცეცხლი, ცეცხლი. წავიდა. დიახ. სიმშვიდე და ჰარმონია. ის იწვის. რატომ გატეხე? ეს უშამართლობა. ჟონავს. 5 4 3 2 1 გამოვიცოთ პირველი ემოჯი. გონი ეს ცხარე საკვების დახოჭული თვალებით გასინჯვა. არა, აქ ბრმა მაიმუნი ციცაკიან თერმომეტრს ყნოსავს. კარგი. შეიძლება ცხელი და ცივი იყოს. რა შუაშია? ცხელი ცხელი და და ცივი? ცივი? რა? ვინ შეჭამს ყველაზე ცხარე საჭმელს? დახუჭული თვალებით. ვინ შეჭამს ყველაზე ცხარეს და მაიმუნს პირი ღია აქვს. იქნებ რაღაცას ნიშნავდეს. დახუჭული თვალებით სინჯავს საჭმელს. ცხარე საკვების გასინჯვა, საჭმის გასინჯვა დახუჭული თვალებით. ცხარე საჭმის გასინჯვა დახუჭული თვალებით. საკვების გასინჯვა დახუჭული თვალებით. სიცხარის ხარისხის მიხედვით. იქნებ სიცხარე. კარგი. რა ვერსიები ჰქონდათ და ეკნებათ მაყურებლებს? ჩემი ვერსიით ეს არის საჭმლის დახუჭული თვალებით ცდა. სიცხარის პირველი დონით, სიცხარის მეორე დონით და სიცხარის მესამე დონით შეფასება. მოიცა, არც ერთია და არც მეორე დონე. ამიტომ მგონია რომ ცდილობს გამოიცნოს რამდენად ცხარეა საკვები. ასე მგონია. არ ვიცი. კარგი, მოიცადეთ. სხვა ვარიანტიც მაქვს. იქნებ ცხარე წიწაკის დახუჭული თვალებით ძებნა არის? შესანიშნავი ვარიანტია, მაგრამ არ მომწონს. ასე რომ, კიდევ რამდენიმე ვერსია მაქვს. იქნებ ისევ დამალობანაა? ცხარე საჭმელს დახუჭული თვალებით ეძებ? ცხარე საჭმლის ძებნა უნდა იყოს, ასე მგონია. ბავშვებო, მზად ხართ სწორი პასუხის გასაგებად? კი. კარგი, მითხარით თქვენი საბოლოო ვერსიები. ცხარე საჭმლის დახუჭული თვალებით ძებნა. ჩემი ვერსია დახუჭული თვალებით საჭმლის ცდა არის. სიცხარის დონის მიხედვით. კი, სიცხარის კარგი, დონით. და ბოგდანის საბოლოო ვერსია. კარგი, მოკლედ და კონკრეტულად რომ გითხრათ. ჩემი ვერსია თითქმის იგივეა, რაც ნიკოლის. ჩემი აზრით ეს ცხარე წიწაკის ძებნაა. არ ვიცი, დახუჭული თვალებით. კარგი, აბა რა არის სწორი პასუხი? მიდი ტანია, ვითხარი პასუხი. მაშასე ბავშვებო, ეს არის ცხელი და ცივის გამოწვევა დახუჭული თვალებით. ჩვენ ვეძებთ დამალულ საგანძურს და ვინც იპოვის, შეჭამს შიგნით არსებულს. მოიცა, რატომ არ არის ფიფქები ან რამე მსგავსი? კარგი რა, რატომ არ იყო ეს ფიფქები? რატომ არ არის ესენი? მაიმუნი, თერმომეტრი და ეს. რატომ თერმომეტრი? კარგი. რა? მაიმუნი დახუჭული თვალებით გამოწვევას განასახიერებს, თერმომეტრი ტემპერატურის გაზომვას, ანუ ცხელი და ცივი, ხოლო ჩილი წიწაკა არის ის, რასაც შეჭამთ, როდესაც ამ საგანძურს იპოვეთ. მოიცა ტანია, მოიცა. ანუ ამბობ რომ დარწმუნებული იყავი რომ ამას გამოვიცნობდით? კარგი ბავშვებო, ნიკოლი ყველაზე ახლოს იყო სწორ პასუხთან, ასე რომ ნიკოლი ამ გამოწვევისგან გათავისუფლებულია და თქვენ მიიღებთ მონაწილეობას. ჟიური მოსყიდულია. ვერ გავიგე. Yes! ასე რომ გვაქვს ცხელი და ცივის გამოწვევა და მე სადღაც აი აქ დავმალე საკვები. თქვენის დახუჭული თვალებით უნდა იპოვოთ და კარგად უნდა ეძებოთ. ჩემი მინიშნებების მიხედვით, თუ შორს იქნებით, გეტყვით ცივა, მაგრამ თუ საჭმელს მიუახლოვდებით, გეტყვით თბილა, ცხელა. კარგი, თვალები აიხვიეთ და დავიწყოთ. ცივა ბოდია, ცივა. თბილა ჟენია თბილა, ჟენია უფრო თბილა, ბოდია ცივა. კარგი, ბოდია თითქმის ცხელა. სადღაც აქ. ჟენია თბილა, ბოდია ცხელა. ჟენია, ახლა ცოტა უფრო ცივა, ვიდრე ბოდიასთან. თბილა, ჟენია ცხელა, ცეცხლივითა. ჟენია, შენ ცეცხლში ხარ. ცეცხლში. სადღაც აქა. კარგი. ცივა, ცხელა. ჟენია, ცხელა, ცეცხლი. სად არის? ბოდია, ცეცხლის ალში ხარ. ჯანდაბა, მან იპოვა. და რა არის ეს? ახლა არ შეხედო თუ რა იპოვე და მიდი და პირდაპირ ჭამა დაიწყე. რა არის იქ? დაიწყე ჭამა.
ცხარია. სწორედ ესაა მთავარი. ჩვენთან ცივა, შენთან კი ცხელა. ცეცხლის ალში ხარ. მოიცადე ტანია. ეს ნამდვილი ცხარე წიწაკაა? აბა რა იფიქრე? რა თქმა უნდა. ბოდია ისი ამოვნე. კარგია რომ ვერ ვიპოვე. კარგი. ცხოვრებაში პირველად მიხარია წაგება. მან არ იცის რომ თვალის სახვევის მოხსნა შეუძლია. კარგი, შემდეგი ემოჯების დროა. ასე რომ აბა ვნახოთ. რა არის ეს? 100 ბურგერის ჭამა? კარგი. მგონი 100 კილოგრამის მომატებაა და ტანსაცმლის ვეღარ მორგება. ვიცი, 100 ტანსაცმელია. როცა ტანსაცმლის ჩაცვა ტანსაცმელზე გჭირდება. და რა შუაშია სენდვიჩი ამ ყველაფერთან? იცი რას ვფიქრობ? მგონი ეს ნიშნავს სენდვიჩი შეჭამე და შენ ზომაზე ერთით პატარა ზომის ტანსაცმელი ჩაიცვი. ან არ ვიცი. რაღაცა ეგეთი უნდა იყოს საჭმლის ჭამაზე და ტანსაცმლის ჩაცმაზე. მე ასე მგონი მგონია. 160-ზე სენდვიჩების მიკერებაა. ვიცი, ეს სენდვიჩები მაისურებში უნდა ჩავდოთ და 100 მაისური ჩავიცვათ. მე ასე მგონია. მე მგონი სრულიად განსხვავებული რაღაცაა. ან იქნებ ტანსაცმლის სენდვიჩებად უნდა ვიქცე? არა. მგონი იდეა ახლა მომივიდა თავში. ჯანდაბა, ეს რიცხვი 100 ან სენდვიჩებს უნდა მივაწეროთ, ან ტანსაცმელს. მგონი უფრო სენდვიჩებს უკავშირდება. რა მოხდება თუ 100 მაისური უნდა შევკეროთ, ჩავიცვათ და შუალედებში რამდენიმე ფენა დავამატოთ? რა ფენები? კარგი ბავშვებო, მზად ხართ? კი. მე პირველი ვარ. ეს 100 ტანსაცმლის ფენის გამოწვევაა. ტანსაცმლის 100 ფენის გამოწვევაა. კარგი, არ ვიცი, მოიცა. მიდი ნიკოლ, შენი ჯერია 100 სენდვიჩის ჭამა და მერე ტანსაცმლის ჩაცმა და ისინი აღარ გერგება. შედეგები. თქვენი პასუხები მიღებულია, ასე რომ ახლა მომისმინეთ. სწორი პასუხია ტანსაცმლის 100 ფენის გამოწვევა. Yes! ეს ძალიან დიდი უსამართლობა. რაც შეეხება სენდვიჩს, სენდვიჩები ფენებს წარმოადგენს. კარგი. ასე რომ, ამ გამოწვევას ნიკოლი და ჟენია შეასრულებენ. ბოდია, ამ გამოწვევაში ჩვენი გამარჯვებულია. Yes! მაშასე, 100 ფენის გამოწვევა. თქვენ გექნებათ 1.5 წუთი, რომ ჩაიცვათ, რაც შეიძლება მეტი ფენა ტანსაცმელი. ამის შემდეგ ჩვენ დავითვლით. რამდენის ჩასვა მოახერხა თითოეულმა თქვენგანმა? წავიდა. კარგი. გონი ემოჯიდან ისბურგერი ვიქნები. ჩემი სტრატეგია ასეთია. ჯერ პატარა ნივთებით დავიწყებ. კარგი. მაგალითად მაისურებით, შემდეგ სვიტრები. ხუდები, ქურთუკები, პიჟამოები, არ ვიცი. ყველაფერი რაც მაქვს. მიდით. მხოლოდ 1 წუთი დარჩა. ვაიმე, ჩემი სტრატეგიაა, რაც შეიძლება სწრაფად ჩავიცვა. მინდა ყველაფერი ჩავიცვა, რაც მომერგება და შემდეგ სვიტრებით ჩავიცვა. ვერ ვასწრებ. კარგი ბავშვებო. 40 წამი დარჩა და ტანსაცმელი კიდევ ბევრი გაქვთ. 7, 6, 5, 4, 3, 2, 1. დრო. დედაჩემი ასე მაცმევდა სკოლაში, როცა -30 გრადუსი იყო გარეთ. და ახლა ვიწყებთ დათვლას. ეს არ ჩაგიცვია, ამიტომ არ ითვლება. კარგი, აბა ვნახოთ. ჟენია იყოს პირველი. თითქმის ყველა ტანსაცმელი ჩავიცვი. 1, 2. ყველაფერი კარგადაა. 3, 4, 5. ვიღაცამ ახლა პერანგის ღილები შეიკრა. კარგი, ქვემოდან დავთვალოთ. 7, 8. ჟენიას 8 აქვს. კარგი ნიკოლ, შენი დათვლის ჯერია. ახლა ჩემი ჯერია. მოიცა. და როგორ? 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8. 8. ჩვენ აქ ფრე გვაქვს 8. ბავშვებო, მაგარი იდეა მაქვს. მოდით, ჯეირანით გავარკვიოთ თუ ვინ გაიმარჯვა. ჯეირანი. ვაიმე, მოვიგე. ბავშვებო, მეც მაქვს გამოწვევა თქვენთვის. ეკრანზე ხედავთ ემოჯის და უნდა გამოიცნოთ, რომელ გამოწვევას წარმოადგენს იგი. მოდით, ასე მოვიქცეთ. პირველი ვინც გამოიცნობს და კომენტარებში დაწერს გამოწვევის სახელს, შემდეგ ვიდეოში გამოჩნდება. ამ კომენტარს მომხმარებლის სახელთან ერთად შემდეგ ვიდეოში გამოვაჩენთ. ასე რომ თუ გსურთ, რომ ჩვენს ვიდეოში მოხვდეთ, გამოიცანით გამოწვევა და დაწერეთ კომენტარებში. და არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა. ახლა კი შემდეგი ემოჯი. ბავშვი? კარგი, ვიცი რაც არის ეს. ეს დაბერების გამოწვევაა. ვინ დაბერდება უფრო სწრაფად? ან ვინ გაახალგაზრდავდება უფრო სწრაფად? მოიცადეთ, ეს კარგი იდეაა. ევა მაკქვინია თუ რა ხდება? სარბოლო მანქანა, მარჯვნივ მიმართული ის არის. ბავშვი და ფინიშის ხაზი. ძალიან საინტერესოა და ცოტა დამამნეველიც კია. იმიტომ რომ ჯანდაბა
უბრალოდ ვერაფერი გავიგე. გონი ეს ელმა მაკ-ქვინია. გონია მულტფილმი უნდა გამოვიცნოთ? ეს არის ბავშვების სიჩქარის ამაღლების გამოწვევა. ბოგდან, სულ გაგიჟდი? ბავშვებო, გამოიცანით ჩემთან ერთად ემოჯის მიხედვით. დაწერეთ თქვენი ვარაუდები კომენტარებში. საინტერესო იქნება იმის ნახვა, ვინ გამოიცნოს სწორად და ვინ არა. უფრო სახარისო იქნება. ახლა მივხვდი. მეც მივხვდი. კარგი. მარტო მე ვერ გავიგე? კარგი, სხვა ვერსიაც მაქვს, მაგრამ ამაზე უნდა ვიმუშაო, უფრო დეტალურად. ტვინო, იმუშავე. გამოწვევა გახდი 24 საათის განმავლობაში ბავშვი. მაშინ სად არის 24 საათი ამ ემოჯიში და რა შუაშია ეს მანქანა? თვითონ რომ ჩვენ ბავშვთა კოსტუმებში შევეჯიბრებით, სწორია. ეს მართლაც ასია. მოიცა, ბავშვები მანქანებით ბოლაში მონაწილეობენ. ლოგიკურია. მაშასე ბავშვებო, მინდა თქვენი საბოლოო ვერსია მოვისმინო. კარგი. ეს ალბათ ბავშვების ბოლაა გადარჩენისათვის. ჟენია. ბავშვების გადაცემა. შენი პასუხი მიღებულია. და ნიკოლ, რომელი ბავშვი მიაღწევს ფინიშის ხაზს მანქანით პირველი? არ ვიცი. კარგი, მომისმინეთ. სწორ პასუხს ვაცხადებ. თქვენ ახლოს იყავით. ეს საფენების რბოლის გამოწვევაა. რა? საფენი სად როდის არის? გავაკეთეთ კარგი, ეს? მართლა. სად არის აქ საფენები? ზუსტად. სად არის აქ საფენები? ტექნიკურად ეს ბავშვების ბროლა. ბავშვები საფენებში. არა გადარჩენის ბოლა, უბრალოდ რბოლა. კარგი ბავშვებო, გონი ყველას მოგიწევთ ამ გამოწვევის შესრულება. თქვენს ფიქრობთ რომ ეს ემოჯები ძალიან რთულია? თუ ფიქრობთ რომ უსამართლობაა, გთხოვთ დაწეროთ კომენტარებში. რაც უფრო რთულია მათი გამოცნობა, მით უფრო საინტერესო ხდება. გადავიდეთ გამოწვევის შესრულებაზე. ყველამ მაშასე, მზად ხართ? ნიშანზე დადეკით. მოემზადეთ? წავიდა! ვერ გავიგე? პირველი ადგილი ერგო ბოგდანს. მეორე ადგილი ეკუთვნის ჟენიას. კარგი. და ბოლო ადგილზე გვყავს ნიკოლი. შემდეგ ემოჯიზე ვიფიქროთ. დავიწყოთ. მოდით გავაკეთოთ ეს. რა არის ეს? კალამი, ისრები და ჭიქა? ვინც ისრებს ჩააგდებს რძის ჭიქაში? ვიცი რაც არის ეს. კარგი. ეს გამოწვევა ბევრი იმეებით, პატარა ჭიქებით და ჭიქაში შორიდან კალამი ან ფანქარი უნდა ჩავაგდოთ. მაგრამ რა შუაშია ისრები ამასთან? კარგი, ისევე როგორც დარჩი, დამიზნებას ნიშნავს. ჭიქაში კალმები უნდა ჩავაგდოთ. კალამი ჭიქის გამოწვევა. სწორედ ეს ვთქვი. მივხვდი. ჟიური. მეგობრებო, მზად ვარ პასუხების მოსასმენად. კარგი, პატარა ჭიქებს შორიდან კალმები ან ფანქრები უნდა ვესროლოთ. ან წყლის სავსე იქნება, ან არა. მეც ზუსტად იგივე მგონია. ოღონდ სითხის გარეშე, მხოლოდ ჭიქები. კალამი ჭიქის გამოწვევა. რა? არა, ეს კალამი ჭიქაშია. ყველას ერთი და იგივე პასუხი გვაქვს და მე ვაცხადებ სწორ პასუხს. ეს TikTok-ის გამოწვევაა. ჭიქაში კალმები უნდა ჩააგდოთ. დიახ, ყველას ურჩევ ამის გაკეთებას, რადგან მაგარია. მართლა მაგარია. კარგით ბავშვებო, ამ გამოწვევის წესები ძალიან მარტივია. თქვენ გაქვთ 5 მცდელობა რომ ჭიქაში კალამი ჩააგდოთ. ვინც მეც მოაგროვებს, გაიმარჯვებს. დავიწყოთ? კი! პირველი იქნება ნიკოლი. ჟიური მას უპირატესობას აძლევს. მიდი. კარგი ნიკოლ. კარგი. ახლა ჟენიას ჯერია. კარგი. აცდა, კიდევ ერთი. და თითქმის. კარგი რა. კარგი. ერთი მონაწილე დაგვრჩა და ეს ბოგდანია. Yes! კარგი, მოდი მომისმინეთ. კარგი ტაქტიკა მაქვს. ერთი მხარე ყოველთვის უფრო მძიმეა, ამიტომ ასე ვისვრი. ბოლოს როლას კი ლედი დიანას მიუძღვნი. ღმერთო ჩემო, არა აცილო. მიდი. თითქმის. რა ახლოს იყო? და ბოლო. ჯანდაბა. კარგი, მე ძალიან მინდა გამარჯვებულის გამოვლენა, ამიტომ გირჩევთ თამაში გავაგრძელოთ. კარგი, იმარჯვებს ის, ვინც ჭიქაში კალამს ისე ჩააგდებს, რომ ის იქ დარჩეს. რიგრიგობით ისვრით, დავიწყოთ. მიდი. არა. თითქმის. არა. მაგარია. კარგი. აბა რა სიტყვით? უბრალოდ დავაჭირე და ისე ჩავარდა.
ასე რომ ბავშვებო, ამ გამოწვევაში ნიკოლი უდაოდ გამარჯვებულია. უჰუ! კარგი, წავიდეთ შემდეგი ვნახოთ. გაგუება ბუშტის გასკდომისთვის? ვის შეუძლია ბუშტების აფეთქება უკანალით უფრო სწრაფად? უნდა დავადაგოთ რამდენიმე ბუშტი და ჩვენ ისინი უკანალებით უნდა გავხეთქოთ. კარგი. ააფეთქე ბუშტი შენი უკანალით დროის ლიმიტში. არა. ძალიან უცნაურად გამოიყურება. კარგი, მე მოგ საბოლოო ვერსია, რომელიც ჟურიმ უნდა მოისმინოს. ასე რომ ჯერ ამას არ ვითყვი. ძალიან უცნაურად გამოიყურება. თითქოს აფეთქება გჭირდება. არა აფეთქება, არამედ დროის ლიმიტში ბუშტის გასკდომა. მე მგონი ასეა. რატომ მივარაუდეთ, რომ ეს ატომი კონკრეტულად უკანალია? იქნებ ის შეიძლება უკანალი არ იყოს. მაშინ ეს შეიძლება რომ პირი იყოს? იქნებ ბუშტები პირით გარკვეულ ვადაში უნდა გავბეროთ? მიყვარხარ. კარგი. ვინ გაბერავს ბუშტებს პირით უფრო სწრაფად? კარგი, ეს შენი ვერსია? ჟიური. აქ ვარ, მზად ვარ. ვინ მეტყვის პირველ თავის ვერსიას? პირით უნდა გავბეროთ, ვინც ამ დროში მეტ ბუშტს გაბერავს, ის მოიგებს. როგორ ის ვერსია? რაც შეიძლება მეტი ბუშტი უნდა გავხეთქოთ ჩვენ დროის ლიმიტში. მე ზუსტად იგივე ვერსია მაქვს. დროის განმავლობაში რაც შეიძლება მეტი ბუშტი უნდა გავხეთქოთ უკანალით. კარგი. ასე რომ ვაცხადებ სწორ პასუხს. ამ დროის განმავლობაში რაც შეიძლება მეტი ბუშტი უნდა გახეთქოთ თქვენი უკანალით. მაგარია. იდეალურად ვთქვი. სიტყვა სიტყვით. თითქმის გამოვიცანი, თუ გამეორებას ხელახლა უყურებთ, სიტყვა სიტყვით თქვი ეს. დროულად უნდა გავხეთქოთ ისინი უკანალით. სინამდვილეში ჟენიამ თავიდან ეს ვერსია შემოგთავაზა და შემდეგ რატოღაც გადაიფიქრა. პასუხთან ყველაზე ახლოს ნიკოლი იყო. Yes! კარგი. რატომ არ შეუძლია ჩემს twins ასეთი მარტივი ამოცანების შესრულება? სწორედ ამიტომ ნიკოლი არ მიიღებს მონაწილეობას ამ გამოწვევაში. თქვენ კი მიდით შეასრულეთ ეს გამოწვევა. სხვათა შორის, მეშინია ხმაურის და ბუშტების გასკდომის. ასე რომ, ნამდვილად გამიმართლა. ბიჭებო, მე მაქვს ბუშტები და თქვენ 2 წუთი გაქვთ. მაშ, მზად ხართ? კი! კარგი, წავიდა. 1 2 არა, დიახ. აუ. 20 წამი დარჩა. კარგი, და დრო ამოიწურა. ახლა მოვკვდები. ეს ისეთი რთული იყო. ძალიან რთული. ქვიშაზე სირბილი და თან ბუშტების გასკდომა უკანალით. კარგი, ასე რომ ანგარიშია 19-17 და ბოგდანი იმარჯვებს. ვაიმე, დავიღალე. რთული იყო. მთელი ჩემი დუნდულების ძალა გამოვიყენე გამარჯვებისთვის. კარგი. და მე უბრალოდ ქვიშით ვარ დაფარული. მაშასე ბიჭებო, მოდით გამოვიცნოთ შემდეგი ემოჯი. ძის დასალევად წასვლა. რა არის ეს? თმაზე წყლის შესხურება. ანუ ეს უნდა იყოს თმაზე სხვადასხვა სასმების შეშხურება? არა, ეს გამრავლების გაწუწვა? არა. ეს ძალიან უცნაურია. ადამიანი, რძე, წვეთები და თმა. კარგი. თუ ეს მართლაც თმა არის. ხო და ნახეთ, ჩემი ვერსია ისაა, რომ ჩვენ საკუთარ თავზე სხვადასხვა პროდუქტს ვისხამთ. მე მგონი ასეა. მინდა ჟიურიმ ჩემი პასუხი მოისმინოს. ეს ჩემი საბოლოო პასუხია და არ შევცვლი და მინდა რომ უკანასკნელი ვიყო, ვინც ამას იტყვის. რათა პასუხი არავინ გაიმეოროს. ჟიური. ხო, კიდევ 1 წუთი მჭირდება დასაფიქრებლად. ჟიური. გაჩერდით, მე უკვე აქ ვარ. მინდა თქვენი პასუხები მოვისმინო. გონი ეს ადამიანია, რომელიც დადის და რძეს ისხამს, განსაკუთრებით თმაზე? კარგი, შენს პასუხს მივიღებ. კარგი. ასე რომ, ვფიქრობ ეს თმის შეღებვის გამოწვევაა. არა, ახლა დარწმუნებული არ ვარ. სერიოზულად დარწმუნებული არ ვარ. გონი რაც შეიძლება შორს უნდა ვიაროთ სიცხით და თავზე ჭიქით, ისე რომ არ დაგვეღვაროს. ბავშვებო, და სწორი პასუხი ასეთია. თქვენ თავზე ჭიქა გექნებათ? ეს ჭიქა თავზე კარგად უნდა დაიმაგროთ და უნდა იაროთ ისე, რომ სიცხე არ დაღვაროთ. დიახ! Yes! ასე რომ, ამ გამოწვევაში ბოგდანი და ჟენია მონაწილეობენ და ეს არის სისწრაფის გამოწვევა. კი, ძალიან მოხდენილად, ხელში წყლის ჭიქები მიჭირავს. თავზე უნდა დაიდოთ და ვინც ამ ჭიქებით ყველაზე დიდხანს ივლის, გაიმარჯვებს. მარტივია. დადექით, მოემზადეთ და წავიდა. გზნო? ის ჟონავს. სიმშვიდე და ჰარმონია. კარგი. ჩემზე ჟონავს. ფრთხილად, ჭიქა დაბალანსებულია. ჟენიას დაეღვარა, შეხედეთ. ჩუმად, მე არ დამიღვრია. მგონი არავის შემეკამათება.
და ბოგდანი ამ გამოწვევის გამარჯვებულია. იმიტომ რომ შენიამ თავიდანვე დაღვარა ყველაფერი. ხო და მე თავის გაბრწყელების ტექნიკა გამოვიყენე. უბრალოდ დაამაგრე და გააგრძელე. ეს ყველაზე მარტივია. ამას მრავალი წელია ვაკეთებ, რომ თავი გაბრწყელებული მქონდეს და ჭიქა გათანაბრებულად დადიეს. მაშასე, მოდით გამოვიცნოთ შემდეგი ემოჯები. ვიცი რაც არის ეს? გამოვიცანი. ეს ბოულინგის გამოწვევაა. მართალია. გასაგებია, ყველა ბოთლი უნდა ჩამოაგდო. მართალია. კარგი, აბსოლუტურად ბოთლებით ყველა ბოულინგის გამოწვევა. ჟიური. მზად ვარ თქვენი პასუხების მოსასმენად. მე პირველი ვარ. კარგი. ეს ბოთლებით ბოულინგის გამოწვევაა. ეს არის ბურთით ბოთლების წაქცევის არ გამოწვევა. მინდა კონკრეტული ზუსტი თამაშის დაკონკრეტება. ბოგდანის შემთხვევაში უფრო ჟენიას ვერსიასკენ ვიხრები, რაც იმას ნიშნავს, რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა წავაქციოთ მართალია. ასე რომ ვაცხადებ სწორ პასუხს. თქვენ ძალიან სწორად იმსჯელეთ და გეტყვით, რომ ეს არის ბურთით ბოთლების წაქცევის გამოწვევა. Yes! პრინციპში ბავშვებო, ყველამ გამბოიცანით. ამიტომ ყველას ხოჩალ. Yes! Yes! დიახ. შემდეგი ემოჯი. მაშასე, ვნახოთ. კარგი. ტუჩის ნიღაბს ამზადებს, რომ გულისრევა არ იგზნოს. არა, სულაც არა ბიჭებო, მოიცა. უბრალოდ ბრწყინვალე ლეიდია კიტრის მომივიდა. ნაჭრები წინ უნდა მაგრამ? გადმოაფურთხო? ბოგდან, რა საზიზღარი ხარ? კარგი, ჩემი ვერსია აბსოლუტურად საშინელებაა. ძალიან უსწაური ვერსია მაქვს, თუმცა ვიტყვი, შეჭამე კიტრი და აღებინე, რაც შეიძლება დიდ მანძილზე. იქნებ კიტრი უნდა ვჭამოთ და ერთმანეთს პირში ჩავაფურთხოთ? არა, სინამდვილეში ვერსია მაქვს, მაგრამ არ გეტყვით. ასე რომ, ჟიური. ყველა მიცის, მაგრამ მე არა. კარგი რა. მოიცა. იქნებ კიტრის ნაჭრები პირით უნდა ჩავკვიჩოთ და დავანაწევროთ? კარგი, შესაძლებელია. მე ვიცი სწორი პასუხი. ჟიური. მაშასე, ზათხარ თქვენი პასუხები გავიზიაროთ? კი. ნახეთ ხალხო, ეს ძალიან მარტივია. ეს ემოჯები უბრალოდ თაბოს გვახვევენ. შეხედეთ, ეს არის პირი და ზემოთ არის მიმართული ისარი, რაც ნიშნავს, რომ პირი რაღაცით არის სავსე, რომ ჩვენ პირები კიტრის უნდა გავივსოთ მათი გადმოფურთხების და ღებინების გარეშე. ვარაუდობ, რომ კიტრის ნაჭრები პირით უნდა დავღეჭოთ და ვინც ყველაზე დიდ ლუკმას დაღეჭავს, ის გაიმარჯვებს. გონი ვერავინ გამოიცნოს სწორად, ამიტომ მეც არ ვაპირებ გამოცნობას. ერთმა უნდა დაანაწევროს კიტრი, მეორემ კი შეჭამოს. ჟიური, გითხარი პასუხი. გითხარი მალე. კარგი, სწორი პასუხი. ამ გამოწვევას სუნაგი ბაჭი აქვია. ასე რომ მომისმინეთ, ვინც უფრო მეტი კიტრით გაივსებს პირს, ის გაიმარჯვებს. Yes! ვაუ, ახლა ყველაფერი გასაგებია. მოიცა. და რატომ არ იყო გამოყენებული უბრალოდ კურდღლის ემოჯი, ამობურცული ლოყებით და ზემოთ მიმართული ისრის ნაცვლად? სინამდვილეში მსუნაგი კურდღლის ორიგინალურ გამოწვევაში გამოყენებულია მარშმელო. ჩვენ ეს გამოწვევა მრავალი წლის წინ გავაკეთეთ. გადავწყვიტეთ, რომ კიტრით გავაკეთებინა. კარგი, თურმე ეს ჩვენ ადრე გაგვიკეთებია. კი, სხვათა შორის. წესები მარტივია. თითოეული ადამიანი ერთმანეთის მიყოლებით ჭამს კიტრს და ამბობენ სიტყვებს. სუნაგი ბაჭია. წაგებული ის არის, ვისაც აღარ შეიძლება თქვას სუნაგი ბაჭია. ყველაფერი გასაგებია. სუნაგი ბაჭია. ზათხართ ბავშვებო? კი. დიახ, მაშინ დავიწყოთ. მიდი. პირველი მე ვიქნები. სუნაგი ბაჭია. სუნაგი ბაჭია. ბავშვებო, ღეჭვა არ შეიძლება. სუნაგი ბაჭია. 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 ჟენეჩკა, შენი ჯერია. სუნაგი. სუნაგი ბაჭია. კარგი ბავშვებო, გაჩერდით. ჟენეჩკას პირიდან კიტრი გადმოუვარდა, ასე რომ ნიკოლმა გამოწვევა მოიგო. შეგიძლიათ რომ დაგვიფასოთ ჩვენი ძალისხმევა? ჩვენ ასეთ კარგ ვიდეოს და ჩელენჯებს ვაკეთებთ და თქვენ ლაიკის ღილაკსაც კი არ აჭერთ ხელს. კარგი, ახლა კი გავაგრძელოთ. 1, 2, 3. ვიცი. ტუალეტის ქაღალდის გამოწვევა. ვინ მოიშორებს პირველი? კი. ჟიური! ეს მუმიის გამოწვევაა. კარგი, აი ჩემი ვერსია. აიღე ტუალეტის ქაღალდის რულონი, დაიდე თითზე და ვინც უფრო სწრაფად გახსნის, ის გაიმარჯვებს. მეც იგივე ვერსია მაქვს. შეხედე, სახეზე ნახრეტია. ტორნადო და ტუალეტის ქაღალდი. ასე რომ ტუალეტის ქაღალდი უნდა გახსნა. კარგი.
მერე კარგად უნდა დაიტრიალო თითზე და თავზე უნდა შემოიხვიო. შენს სახეზე. რატომ სახეზე? ეს გოგო, მას თითი უჭირავს მის გასახსნელად ასე. ეს რაღაც მუმია არის. ჟიური. კარგი, მზად ვარ თქვენი ვერსიები მოისმინო. ვის შეუძლია თითზე დაკიდებული ტუალეტის ქაღალდის უფრო სწრაფად გახსნა? ვის შეუძლია თითზე ტუალეტის ქაღალდის უფრო სწრაფად გახსნა? კარგი. მუმიის გამოწვევა. კარგი. სწორი პასუხია მუმიის გამოწვევა. აბსოლუტურად მართალი იყავი. ვის შეუძლია უფრო სწრაფად ტუალეტის ქაღალდში გახვევა? კარგი. ხედავ, ეს უბრალოდ ტორნადოა. ტორნადო მთლიანად გაგახვევს მასში. რა თქმა უნდა, აიღეთ ტუალეტის ქაღალდი და დაიწყეთ ტრიალი და დახვევა. მაშასე, ეს მუმიის გამოწვევაა. თითოეულ თქვენგანს ტუალეტის ქაღალდის სრულო მიაქვს. თქვენ გაქვთ წუთნახევარი. დრო საკმარისზე მეტია და ამ დროში თქვენ უნდა გადაიქცეთ მუმია. 1.5 წუთში ეს შეუძლებელია. კარგი, ვინც 1 წუთნახევარში საუკეთესო მუმიას გააკეთებს, გაიმარჯვებს. მაშ მზად ხართ? დავიწყოთ. მოიცა. რასელოდი, რომ ასე იქნებოდა? ის ფეთქდება. ელასტიური ლორწო ან რამე მსგავსი? წავიდა. არა, მოიცა. მიყვარხარ ძმაო. გთხოვ, თორა მომეცი. ბავშვებო, თქვენ გაქვთ 47 წამი. კარგი. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია რომ არ გავინძრე. ქარი. რა? გამომწერებო, სად ხართ? ვერ გხედავთ. გთხოვთ, დაალაიქეთ ვიდეო ჩვენი ტანჯვის გამო. გთხოვთ. კარგი. ასე რომ ბოლო 5 წამი გაქვთ. 4, 3, 2, 1. გაჩერდით. კარგი, ჩელენჯი დასრულდა. შევაფასებთ, რამდენად დაიფარეს თავი, მაგრამ სიმართლე გითხრათ, გამარჯვებულს ვერ ხედავ, როგორც ჩანს დაახლოებით იგივენაირად დაიფარეს თავი. ასე რომ გირჩევთ გამომწერებო, კომენტარებში დაწეროთ ვინ მოიგო. აბა, ვინ მოიგო? ნიკოლმა თუ ჟენიამ. დიახ, შემდეგ კი ჩვენ თვითონ წავიკითხავთ კომენტარებს და გავარკვევთ. კარგი, შემდეგი ემოჯები. დნობა, ვის შეუძლია ყინულის უფრო სწრაფად გადნობა? ვიცი რაც არის ეს? ძალიან ლოგიკურია. მივხვდი, ეს კალათა, შხაპი და ყინულია. ყინული უნდა დავისხათ თავზე, რომ ყინული კალათაში მოხვდეს. მე საერთოდ ვერაფერი ვერ გავიგე. ჟურის დაუძახოთ და ჩვენი ვერსიები უთხრათ. რატომ არ ამბო? ვარიანტები უნდა თქვა. მე ჩემს ვარიანტებს არ გავახმოვანებ, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ სწორია. კარგი. თუ ვიტყვი შეიძლება გადააკოპიროთ და ჯერ თავად თქვათ და მე ვეღარ გავიმარჯვებ. ყინულით სავსე ვედრო საკუთარ თავზე გადავისხათ? კი, ვიცი, შემიძლია ჟიურის დაუძახო? შემიძლია? ზუსტად ვიცი, მინდა უკანასკნელი ვიყო. კარგი. ტანია, ეს გამოწვევაა, რომ თავზე ყინულით სავსე წყლის ვედრო უნდა გადავისხათ. კარგი. რა ქვია ამ გამოწვევას? რაღაც აის გამოწვევა. სინამდვილეში ეს უსამართლობაა. სახელის ცოდნა არ არის საჭირო. მომისმინეთ ბავშვებო, ეს იმდენად ცნობილი გამოწვევაა, რომ ყველა YouTube გამოწვევის მამაა. ასე რომ სახელი უნდა იცოდეთ. რატომ მიენიჭა ქულები ყველას მაშინაც კი როცა სახელი ავიცოდნენ? მოდი ჟიურის ვკითხოთ, შეასრულა თუ არა ნიკოლმა ეს დავალება. კი. ჩემი მეხსიერება არც ისე კარგია. ვარაუდობ, რომ შხაპის მიღებისას უბრალოდ ცივი წყალი უნდა დავისხათ თავზე. მე მართლა არ ვიცი. მესმის რომ ვედროს ყინულით ავსებ, ყინულიან წყალს ასხამ და შემდეგ ასხამ და შემდეგ ისხამ და სახელი ნამდვილად არ ვიცი, რადგან არ ვიცი როგორი იქნება ეს ვედრო. მაგრამ დაახლოებით ვიცი როგორიც იქნება. ამიტომ ვამბობ, ვედრო, ყინული, შხაპი და თავზე გადასხმა. Ice bucket challenge. არავინ ასრულებს. ყველამ თქვა და ეს არის Ice bucket challenge. გამოიცანით? 3, 2, 1, 0 თქვენ მის ნიკოლის სახზე ხართ. მადლობა მთელი ვიდეოს ყურებისთვის. არ დაგავიწყეთ და ლაიქება და ჩვენ გავიქეცით. კარგად.